მოგესალმებით ყველას ჩემო ძვირფასებო, მოგიკითხავთ სულ ყველას დიდი სიყვარულით. Რა თქმა უნდა, ჩემი ემიგრანტების მოკითხვით ვიწყებ. ძალიან მიყვარხართ ყველა გაფასებთ. ყველა აქაც მაცხოვრებელი საქართველოშიც საზღვარგარეთ უბრალოდ ემიგრანტები მაინც განსაკუთრებული, რა ვქნა, სითბოთი გამოირჩევიან, სიყვარულით გამოირჩევიან, დაკვირვებით გამოირჩევიან და კი ბატონო, აქ რა დავალებებსაც ვაძლევ ხოლმე, აქაც თვალისწინებენ, მაგრამ ემიგრანტები კიდე მეტად უფრო დაკვირვებით, უფრო ასე ვთქვათ, რომ რამე არ შეეშალოთ, როგორც ვეუბნები ხოლმე იმის მიხედვით, ზუსტად და სწორად ასე ვთქვათ, აკეთებენ ხოლმე, რა დავალებებსაც ვაძლევ. რა თქმა უნდა, ვისთანაც ვმუშაობ, ეს კონსულტაციას არ გულისხმობ და ძალიან დიდი მადლობა თქვენ, რომ ესე მაქსიმალურად ვცდილობთ, თუნდაც პირადი არის ეს თუ ფინანსები არის რა მნიშვნელობა აქვს, რა საკითხსაც ვმუშაობ, რომ ესე მომყვებით, ერთი ხაზში რომ მომყვებით, რომ არც იქით არ გინდა გადაუხვეთ არასწორად და არც აქეთ, ხო? და მიუხედავად იმისა, რომ ხელი ისე რა გეწყობათ ხოლმე მანდ, ვიცი თქვენი, ასე ვთქვათ, სამსახურეობრივი სიტუაციების შესახებ, რომ ყველა სამწუხაროდ არ აქვს იმის საშუალება, რომ რა დავალებასაც ვაძლევ იქ შეასრულოს, მაინც მიუხედავად ამისა, მართლა მაქსიმალურს აკეთებენ და მე არ შემიძლია, რომ განსაკუთრებული მადლობა არ გადაუხადო მათ. ასევე ყველას ძალიან დიდი მადლობა კომენტარის ავტორებს. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ლაიკის ავტორები, მნიშვნელობა არ აქვს, პირიქით თქვენ მადლობა, რომ თქვენ იმ დროს, იმ 5 წუთია თუ 10 წუთია მითმობთ და მიწერთ იმ ორ თბილ სიტყვას, რომელიც მაქსიმალურად მახარებს. ეხლა ჩემო ძვირფასებო, რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, აუცილებლად წერთ პირადში, მესაჯეროში არ ვსაუბრობ არავითარ შემთხვევაში კონკრეტულ სიტუაციებზე და ჩაშლებზე, ასე ვთქვათ, და რაზე შეიძლება ვიმუშაოთ და რაზე შეიძლება არ ვიმუშაოთ, რა გვიღირს და რა არ გვიღირს, ამ ყველაფერს არ ვსაუბრობ საჯაროში, ამაზე გადმოვდივართ პირადში, იმიტომ რომ მაგის დროც არ არის ფიზიკურად, კონტაქტს რაც შეეხება TikTok-ზე მწერთ პირადში, ჩემო ძვირფასებო, და მე თვითონ გამატებთ WhatsApp-ზე. და YouTube-ზე დევს ვიდეოს ბოლოში ჩემი ნომერი და მამატებთ WhatsApp-ზე აუცილებლად წერთ. იმ დღესაც მირეკავენ, ანუ ტყუილად მირეკავთ სამწუხაროდ, ვმუშაობ მთელი დღე ფიზიკურად ზარებს მე ვერ ვპასუხობ. ამიტომ როგორც კი ვნახულობ მესიჯებს შეტყობინებას, მე უკვე ვწერთ, ხო, არავინ არ დამტოვებია ესე. რაც შეეხება პირად გაშლას, იმ დღესვე თუ არა, მეორე დღესვე აუცილებლად. ვინც მიცნობს უკვე იცის, რომ მე ღამეებს ვათენებ, მაგრამ არ გავუშვებ ადამიანს ისე, რომ მეორე დღესვე არ გქონდეს კონსულტაცია. ამიტომ ძალიან გთხოვთ, მე მესმის ხო, ახლა იმ დღესაც ვწერ და ეხლა მინდა, ეხლა ფიზიკურად ამ წუთას 1 საათში ვერ, ხო? ესე ხო არ ხდება, ვეწერებით და მეტი რა გავაკეთო, მიუხედავად ჩემი გრაფიკისა, მაინც გავათენებ, მაგრამ იმ დღესვე თუ არა, მეორე დღეს კონსულტაცია გვექნება. ეხლა რაც შეეხება დღევანდელი დეკემბრის ენერგიები, რა შემოიტანს დეკემბერი პირადში და კარიერაში, ორ დასტას ვეყენებ აუცილებლად. კარიერა ფინანსებზე გამოვიყენებ რაიდერს და პირადში გამოვიყენებ ნათან ხილველის დასტას. თქვენთან ერთად. ავჩიხავ ჩემო ძვირფასებო, ერთი წუთით. კიდევ კაი, დავინახე ჩემი ოქროს რაიდერის ხოჩერის. პირადში ვიყენებ ხოლმე უფრო ხშირად, მაგრამ ეს დღეები არც დამჭირდა პირადში სხვათა შორის, ნახოთ. იმდენად კარგად იმეტყველა დანარჩენმა დასტებმა, რომ რაიდერი აღარ დამიმატებია. თქვენ თვალწინ ავჩიხავ, რომ მე არ იფიქროთ, რომ რა ჩეხადა ისე გაშალაო. ეხლა მეორე დასტად და დავიწყებ. ძალიან საინტერესოა, ხო, ვემზადებით ალბათ ახალი წლისთვის ჩემო ძვირფასებო, ახალი ენერგიებისთვის. კონკრეტულად რიტუალები, ნახეთ როგორ არის რიტუალებზე, აუცილებლად პირადში მწერთ და მაქსიმალურად როგორც შემიძლება ვიხმარები ყველას, იმიტომ რომ რიტუალებმა ძალიან საოცრებები გააკეთა პირადად ჩემს ცხოვრებაში, ამიტომ ძალიან დიდი ცვლილებები
მე არ გეუბნებით აქ კონკრეტულად მუხსნის თემებს და ხო, ანუ როცა პრობლემა აქვს ადამიანს, რა თქმა უნდა, ჯერ ვსინთ რიტუალს მერე ვაბავთ, თორედ აუცილებლად ხაიგრიტეო რიტუალები ინდივიდუალურია, ამიტომ ეგ უნდა რიტუალი მკეთდება და რიტუალი ნელ-ნელა მიყვება იმ სიტუაციას, ჯერ რა მდგომარეობაა ის, რომ მოიხსნება იმის მიხედვით. პირადად ჩემთან ძალიან საოცრებები მოახდინა რიტუალმა და რა ვიცი, მაგაზე უკვე პირადში თუ გენდომებად გადმოგცადით კითხვებით, ამისთვის გიპასუხებთ, არ არის პრობლემა. მოკლედ, დავიწყოთ. პირადის ენერგია, პირველივე დავიწყოთ პირადი. რა შემოიტანს პირადი? 6-6 არკანით. თქვენს ცხოვრებაში რა ენერგიები შემოვა პირადი? რა შემოიტანს კარიერა, კარიერაში დეკემბერი და ფინანსებში. და რჩევასაც ნათელხილველის ტაროს დასტიდან ავიდებ, უბრალოდ აქეთ დავდებ. ნახოთ, არ მეტევა და ფიზიკურად ისე მინდა დავდებ. და მე მინდა თქვენი თვალით დაინახოთ ჯერ, რომ მე არ თქვათ დასტის ფონები, იმპერატრიცა და სამიანი ხმლები. ამას გადავდებ და გეტყვით სიტუაციას, მოდით აი ამ დასტის ფონით ვისაუბრებ. ქალბატონებს, რომლებსაც ეხება, ძირითადად მამაკაცებიც მოყურებენ იციან, რომ უნდა მოირგონ თვითონვე. როგორც ხედავთ, ქალბატონები, ვისაც ეხება იმპერატრიცებს, გაშორებულები ქმართან, წასულები მეუღლეები, კი ბატონო, ანუ არ არის გამორიცხული ყოფილ თემებში ვართ. ან არ არის გამორიცხული, რომ ჯერ ისე ვქვია მეუღლე, მაგრამ ნახევრად ვქვია და ნახევრად არა, ხო, ამიტომ ძალიან დიდი ტკივილიანი მომენტებით, როდესაც წასულია მეუღლე და ან მიდის, მოდის, ხო ხვდებით და იმ ყველაფერს ვითმენთ, ძირითადად ეს გაშლა ეხება გათხოვილ ქალბატონებს. ნახეთ, ეს არ ეხება კონკრეტულად შეყვარებულების, შესაძლებელია შეყვარებულების სიტუაციად, პარტნიორულიც ვიცით, ხო, რომ თანაცხოვრებაში არიან და მერე უცბად ირევა ყველაფერი. ამიტომ არ არის გამორიცხული, ვნახოთ ახლა პირადის ენერგიები. რა შემოიტანს დეკემბერი, ხო? მაგრამ ძალიან გვაქვს გული ნატკენი, მე ვხედავ აქ ძალიან რთულ სიტუაციას, იმიტომ რომ პირადი ჯობია, ვინც კი პირადში გადმოვიდა, ჯერ არავის არ უნანია ჩემო ძვირფასებო, უთქვიათ, რომ აი კიდევ კარგით ეკო პირადში გადმოვიდი, იმიტომ რომ საჯაროში ტყუილი იმედი რომ არ მოგეცეთ ეხა ხო, ეხა შევედი წეღან და 18,000 აქვს რომელიღაც ჩემ ვიდეოს ნახვა და ეხა 18,000-დან რამდენზე უნდა რეზონირდეს, მაქსიმუმ 10-15-ზე. ამიტომ ჯობია პირადი ჩემო ძვირფასებო, რეალურად ვნახულობ, ჩავშლი, ყველაფერს ვნახავ და მე არც დროს ვითვლი, არც კითხვებს, რაც საჭიროა, იმ ყველაფერს ვნახულობ და პირადი ენერგიები დეკემბრის თვე. კი ბატონო, შრომის კუთხით და იმ კუთხით, რომ როგორც ჩანს თქვენ პირადისთვის ძალიან ბევრს აკეთებთ ახლა ამ წუთას ამ ეტაპზე. მაქსიმალურ ვცდილობთ, არ ვიცი, ადამიანი, რომელიც მელიასავით გაიპარა და წავიდა, არ არის გამორიცხული კონკრეტულად მეუღლეს ეხებოდეს, გინდათ ჩაიფიქრეთ კი ბატონო პარტნიორს და ეხებოდეს, არ არის გამორიცხული ამ სიტუაციას, აბსოლუტურად ემოცია გამოცლილი მდგომარეობაში დეკემბრის თვე. აღარაფერი რო არ გვინდა, აღარაფერი რო არ გეხარიათ, ანუ აბსოლუტურად მუშაობთ იმ საკითხზე, რომ დაიბრუნოთ ეს სიტუაცია, დაიბრუნოთ თქვენი ენერგიები, იმიტომ რომ ძალიან რთულია, როდესაც გვართმევენ და მიდიან და აღარ გვიბრუნდება, ურთულესია, განა იმიტომ უნდა გააკეთოთ რაღაცა, რომ იმის გამო, არა, პირველ რიგში თქვენს გამო უნდა გააკეთოთ, თქვენი თავის გამო უნდა გააკეთოთ, ჩემო ძვირფასებო, რომ აი თქვენი ენერგია დაიბრუნოთ, რომ ისევე როგორ რა საქმესაც აკეთებდით, რა სიტუაციაში იყავით, რა მდგომარეობაში იყავით, ასე ვთქვათ, ჯანსაღად გააგრძელოთ, თუნდაც შვილები გყავთ, თუნდაც მომავალი ხო სიტუაციები წაყვანა, მოყვანა, თუნდაც ბავშვების თემა და რო აღარა გვაქვს, აღარ ძალა, აღარც ენერგია, ყველანაირად მიგვაგდო და აბსოლუტურად მთელი ემოციები გამოგვაცალა აი ამ პირადმა, როგორც ჩანს თქვენ ჩემო ძვირფასებო, ამ ყველაფერთან ერთად ვხედავ, რომ პირადი აბსოლუტურად ჩაკეტილ მდგომარეობაშია, იმიტომ ნახეთ, რაც არ უნდა იყოს, მნიშვნელობა არ აქვს, ყველას გონია მაგიას თავი დაანებეთ, კონკრეტულად მაგიასაც თავი რო დავანებოთ, ჩემო ძვირფასებო, ნახეთ რა ხდება.
ანუ თქვენი ბლოკებით, თქვენი თავი იბლოკება, თქვენ ვეღარ მიყავთ თქვენი საქმე წინ. განა ვიღაცის გამოაკეთებთ რამეს, თქვენი თავის გამოაკეთებთ, რომ თქვენ დაუბრუნდეთ საწყის მდგომარეობას. ეხლა ნახეთ, როგორ ჩაკეტილი მდგომარეობით შემოდის პირადი. მე ვერ მოგატყუებთ აქ ეხლა რომ პირადში იფრენთ და აი, რა ვიცი, მე ისე ჯდება რომ მოვარდება ხვალვე და შეგირიქდებათ. არა, ამ ყველაფერს ჭირდება მუშაობა. და მუშაობა რა ის რომ მე სამსახურთან დავხვდი, მე ვურეკე, მე არა, პირიქით აღიზიანებთ ადამიანს. ადამიანი მელიასავით არის გაპარული, ადამიანი არის წასული ურთიერთობიდან, აბსოლუტურად ყველანაირი ემოცია განულებული, აღოთ კიდე გიმეორებთ, განა არ უყვარხართ, უბრალოდ ემოცია განული და ხდება ესე რომ აღარაფრის თავი რო არ აქვს და ასე ვთქვათ, გაორებები აქვს დაწყებული და ზუსტად რვიანი ხმლებით ბოლოს უკვე იკეტებით. აი შეხედეთ უბრალოდ რა ხდება პირადში და როგორი რთული სიტუაციაა. უნდა დავამატო არკანები, პირადის ენერგიები რა იქნება დეკემბერში. აქ არ არის გამორიცხული კონკრეტულად, ანუ ვერ მოგატყუებთ რა მოკლედ, ოღონდ კიდევ ვიმეორებ, ეს არის საჯარო გაშლა. შეგიძლიათ პირადში განმობრძანდეთ, იმიტომ რომ ეხლა ამ ენერგიებმა პირადში შეიძლება აბსოლუტურად ხალისი დაგაკარგინოთ, მე მესმის, მაგრამ არ მომწონს სიტუაცია, თქვენ კარგად იცით, როცა დადებითად ვხედავ თქვენზე მეტად მე მიხარია ხოლმე, მაგრამ ჩვენ და სამწუხაროდ მარტო სიტუაციაში გხედავთ პირადში, ჩვენ და სამწუხაროდ აქ როგორ ჩანს, ბევრი ემიგრანტი ხართ, ან იგეგმება წასვლა, პირიქით ჩამოსვლა, ან პირიქით ყოფილი ქმრის წასვლა, ჩამოსვლა რაღაცა, წინ და უკან სიარულის მდგომარეობა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ კვერთხებში ხართ, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ცეცხლოვან სიტუაციაზე ვსაუბრობ, საკმაოდ დიდ გრძნობებზე ვსაუბრობ, რაც თქვენ შორის იყო, დღესდღეობით იმყოფებით მარტო და ჯერჯერობით პირადში მე ვფიქრობ გრძელდება მარტო ყოფნა, რაც ძალიან ცუდია. არ მომწონს და ამიტომ ძალიან ბევრი ადამიანი ეხა ვერ მოგატყუებთ რიტუალებზე, მოხსნებზე, ძალიან ბევრია და რაც მალე გადმოდიხართ, მალე ვშლით, ხო, პირადი თუ არ გავშალეთ კიდე ზეპირად ვერაფერს ვერ გეტყვით, მით მეტად უფრო შეიძლება რომ დაგეხმაროთ და ძალიან გთხოვთ, ეცადეთ ხოლმე რომ პირადში გადმოხვიდეთ, აღარც დააყოვნოთ, აღარ უნდა ამას ხვალ ზეგ და მაზეგ, ხო? არც ესეთ საგანგაშო ხო არაფერი ეხა რა არის პირადი კონსულტაცია ისეთი რაღაცაა რომ რა ვიცი ხა მე ვფიქრობ რომ ვიღაცას არ უნდა გაუჭირდეს და ამიტომ ძალიან გთხოვთ პირდაპირ გეუბნებით არ მომწონს სიტუაცია თორე როცა დადებითია ხო ხედავთ მე თქვენზე მეტად მიხარია რა მე არ მინდა რომ თქვა არ მომწონს აბსოლუტურად ჩაკეტილები ხართ აბსოლუტურად დაბლოკილი და მით უმეტეს ამ ხალხის სიტუაცია არ მომწონს რომ მარტო გხედავთ არ მომწონს კარგით მიხოთ კარიერა აუცილებლად პირადი კონსულტაცია უნდა გადმოხვიდეთ. მნიშვნელობა არ აქვს პარტნიორულში იყავით, მნიშვნელობა არ აქვს როგორში იყავით, ცოლ-ქმარი თუ ვინ იყავით. პირადი უნდა ვნახო. ზეპირად ვერაფერს ვერ გეტყვით და ვნახოთ კარიერაში რა ხდება. კარიერაში რა კრიზისს გავდივართ. რა თქმა უნდა, მე ხარ გამიკვირდება აქ პირადში ისეთ მდგომარეობას ვხედავ, შეიძლება კარიერაშიც პირდაპირ მე მაგალითად ვერ მოგატყუებთ პირადში რო არეული მაქვს, კარიერა, ფინანსებიც მერევა. ეს ბუნებრივია. ვეღარ უდებთ გულს რაღაცებს, იმ საქმეს აღარ გვინდა, აღარც მუშაობა, აღარც ხო ხვდებით. ბუნებრივია. თავდაყირა მდგომარეობას ვხედავ. ვინ მიყურებთ ასეთები? წინა კონსულტაციები, ის ბოდიში, წინა საჯარო გაშლები არ იყო ესეთები, არ მომწონს სიტუაცია, ჩემი ძვირფასება. კრიზისს ხედავ ძალიან დიდ და მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ შემართებით, საკმაოდ ენერგიულები ხართ, ხო? ძალიან გთხოვთ, მაქსიმალურად ეცადეთ. ნუ პირადს ნუ გადააწონინებთ იმას, რომ აბსოლუტურად ფინანსურადაც ნულზე დარჩეთ, ხო? ამიტომ მე ვერ მოგატყუებთ, გადმოდით რა, მიჩვენია პირადში გადმოხვიდეთ, იმიტომ რომ აქ შეიძლება ყველას არ ეხება და მე არ მინდა რომ ვიღაცა დაითრგუნოს და მასზე იმოქმედოს. როგორც ჩანს კარიერულად აქ ერთი და იგივე წრეზე კი ბატონო სამსახურეობრივ სფეროში ერთი და იგივე ადგილას ტრიალებს, ნახოთ ეხა ფინანსები. კი ბატონო, მიუხედავად იმისა, რომ დილიდან და ღამებამდე შეიძლება გასული, როგორც ხდება ხო სტანდარტულად ჩემნაირად ვიღაცაც აი ესე დილიდან და ღამებამდე რომ მუშაობთ და რა დღეში ვართ, მაგრამ ყველაზე მთავარი ძალიან დიდ ბრძოლებში ვართ. პირადშიც, კარიერაში და ფინანსებშიც. არ მომწონს. ამიტომ რადგან დეკემბერი მე არ მომწონს, ამას სასწრაფოდ თქვენ იცით კიდევაც, რომ ფინანსებზეც ვმუშაობ, კარიერაზეც, წინსვლაზეც, ამაზეც ცალკე ხდება და პირადი თავისთავად, ხო? პირადზე რა თქმა უნდა, რომ ვმუშაობ და ვმუშაობ. ამიტომ ძალიან გთხოვთ, ეცადეთ, არ მომწონს არც კარიერულად, ფინანსურად, მე არ გეუბნებით ეხლა
კი არ შეგეშინდეთ, თალ ეხა გადასაგდების სიტუაცია არ არის, მაგრამ რადგან სახარბიელოც არ არის, მე ვფიქრობ, რომ პირადი განსაზღვროს თქვენს კარიერას და ფინანსებს, იმიტომ ხართ ეგრე მივარდნილ მიგდებული, რომ აღარც სამსახურის თავი გაქვთ, აღარც ის არ გაინტერესებთ დღეს რამდენი დაიხარჯება და ხვალ ნულზე დარჩებით. აი ხო ხვდებით, იმიტომ რომ პირად მაგირიათ ეს ყველაფერი, პირად მაგირიათ თავგზა, ეს უნდა დავალაგოთ. ამიტომ ყველა ვარიანტში უნდა გადმოხვიდეთ, ვნახოთ რა ხდება, ჩავშალოთ, ჩავყვე. იმის მიხედვით გითხრათ, იმიტომ რომ შეყვარებულების არკანით მე აქ რა ბარიერებსაც ხედავ თქვენ პირადში, მაინც პირადი ნახეთ, ფინანსები ამოვიღე, აქაც კრიზისს ხედავ. ამოვიღე, მაგრამ პირადი განსაზღვროს თქვენს ფინანსებს. მიუხედავად იმისა, ძალიან ძლიერ ქალბატონებს და მამაკაცებს უყურებთ. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ნუ აკონტროლებინებთ პირად თავს. მე მესმის მეც ქონია მსგავსი სიტუაცია, მეც ესე ვარ, მეც მიჭირს ხოლმე ხან მუშაობა, მესმის, მაგრამ აი ძალიან გთხოვთ მართლა, აი დედას გექცევით გულით და სულით, რა ვიცი, თელ ენერგია ვსდებ ხოლმე საჯარო გაშლაში, რომ უბრალოდ მინდა რომ იგივე შეცდომები არ დაუშვათ, რაც მე, ხო? კარგი არაფერი მოუტანია, როდესაც პირად გადავუწონი ვარ და მე კარიერა და ფინანსებში დღეს თქვა ისე დამიხარჯა რაღაც ხვალინდელ დღეზე არ მიფიქრე, ამიტომ იგივე არ მინდა მიხვდით, რომ გაიაროთ. არ მომწონს სიტუაცია. ყველა ვარიანტში, აი ეს გაშლა დაიდება თუ არა, საჯარო პირდაპირ გადმოდიხართ ჩემთან პირადზე. აუცილებლად არ ვიცი თუ გნებავთ სხვასთან, მაგრამ რა თქმა უნდა, რომ ჯობია რომ ვნახო და ჩავშალო ჩემთან იცით კიდევაც რომ არ დროს ვითვლი, არ საათებს არ ვითვლი, რა დროც საჭიროა, რამდენი კითხვაც საჭიროა. ნახოთ რჩევა, არ მომწონს სიტუაცია და მე არ მინდა რომ დეკემბერი ესეთი გქონდეთ, მით უმეტეს ახალი წელი მოდის. პირიქით, ძოლ სხვა განწყობით დავიწყე და ხო ხედავთ როგორ გადავიდა. მე ზღაპრებს ბოდიში და ვერ მოგიყვებით, ასქროლეთ ძალიან ბევრი აზღაპარი და მე ზღაპრებს არ გიყვებით, რაც არის რეალობა, ვისაც უნდა რეალობის დანახვა დაინახავს, ხო? ეხლა ნახეთ რა ხდება რჩევაში. აი შეხედეთ. ორიანი თასი მიხურავს, ანუ რას ნიშნავს ორიანი თასი? ის ჰარმონია და ტარო რას გირჩევთ? თუ გვინდა რომ დავიბრუნოთ, რა ჰარმონიაში ვიმყოფებოდით? კი ბატონო, თქვენ სწორად იქცევით, ნელ-ნელა ტვინი, გონება აუცილებლად უნდა ჩავთოთ, გულმა გადაგწონა იქ. იმიტომ რომ კარიერა ფინანსებშიც მოვიკოჭლებთ. თლათ ეხლა არ არის ცუდი სიტუაცია, მაგრამ მაინც არ მომწონს, უკეთესად შეგიძლიათ რომ იყოთ. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, მე მესმის ვარსკვლავის არკანით, რომ სიტუაციების შორს არის, არ ვიცი ხო, ეს ადამიანის შორს არის გენატრებად, ვერ იგებთ რა ხდება და მე მესმის წასულია ზოგისგან მიდის მოდის, მაგრამ ჩემო ძვირფასებო, ამ საკითხს სჭირდება მუშაობა, ამ საკითხს სჭირდება სწორი მიდგომა და ამ საკითხს სჭირდება სწორი გათვლები. რვიანი ხმლები გვიკეტავს პირადს, ამიტომ აუცილებლად ეს ბლოკები, ეს ჩაკრები უნდა გავხსნათ და ეს ბლოკები უნდა მოხსნათ ყველა ვარიანტში. და თუ არ გაეცით კიდე სამყაროსთვის ჩვენ და სამწუხაროდ, ანალოგიურად მის თქვენნაირად ვარ, ეხლა დამამთავრდა ჩემი რიტუალებიც, ჩემი თავიც, მიხვდით, მაგრამ მე ყოველკვირა მაინც რიტუალებში ვარ სულ. დიდი 10 დღე გავიდეს, რომ რიტუალი არ ჩავატაროთ. ჩემ თავზე გეუბნებით, თողონთ თორე რიტუალი სხვებთან ჩვეულებრივად ვმუშაობ. ანუ ვის როგორ უნდა, ხო, რა თქმა უნდა, იმის მიხედვით და ვის რამდენი დღიანი უნდა. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, არ შეიძლება, იმიტომ უნდა გაიხსნას. ეს ჩაკრა თუ არ გავხსენი, ეს ბლოკები თუ არ მოხსენი, მე რასაც ვხედავ აქ პირადში, პლუს ამას, რომელიც კარიერა ფინანსებს გადასცემს, აი როგორი რაღაცა, იცით, თავი რო გვტკივა. ანუ აი, თავი რო გვტკივა და კისერს გადასცემს, კეფას გადასცემს, ხერხემალს გადასცემს, მიხვდით? ზუსტად იგივე მდგომარეობა, პირადის პრობლემა გაქვთ და გადაეცემა სხვა სიტუაციებს, რომელთაც ზარალდება მერე თქვენი შვილიც, ხო, შვილი ვისაც გყავთ და ოჯახის წევრები. მიხვდით ეს თქმა მინდა? ერთი განსაზღვროს მეორეს და მესამეს. ამიტომ ამაზე ესე ხა ზეპირად რაც შემიძლია საჯაროში გითხარით, მაგრამ საჯარო მაინც შემაშფოთა და სასწრაფოდ პირადში გადმოდით, რომ ნახოთ, კაცო, იქნება თქვენთან სულ არ ხდება მსგავსი რამე, რატო უნდა ინერვიულოთ ტყუილად. მაგრამ ფაქტია, აი ეს ბლოკები, აი ეს ჩაკრები, გასახსნელი ბლოკები, მოსახსნელი, იმიტომ რომ რჩევაშიც კი გეუბნებათ, რომ ტვინი ჩართე, გონება ჩართე, თუ გინდა რომ ორიანტასებს დაუბრუნდე, თუ გინდა რომ საწყის მდგომარეობას დაუბრუნდე, იმიტომ რომ პირადი რო დალაგდება, მე ეს ყველაფერიც დალაგდება, ხო? ყველა ვარიანტში ტვინი და გონების ჩართვა გვესაჭიროება. აქ გული ნაკლებად უნდა ჩართოთ, იმიტომ რომ აქ მელიასავით სასულ ურთიერთობას ვხედავ. ანუ რადგან მელიასავით გაპარულს ვხედავ, ისე რომ აუტკივარი თავი არ აიტკია ამ კაცმაც ისე წავიდა, ხო? ნუ არც აგვიხსნა, ხო, როგორც ხდება. მიუხედავად იმისა, მაინც არ მომწონს. ხო, არც ეს არ მომწონს, არც ეს სიტუაცია არ მომწონს და
აი მარტო რო არ დავრჩეთ ხო, რაც განახეთ წეღანის არკანი, არ მიყვარს, მარტო ყოფნის არკანია, ამიტომ ყველა ვარიანტში აგერ ორი დასტით გაგიშალეთ, რომ ზუსტად და სწორად გადმოგვეცა ფაქტიურად ჩაშლაკავა კეთე და ძალიან გთხოვთ მაქსიმალურად ეცადეთ გაწონასწორებულად გონების ჩართვით, არასწორი იმპულსური გადაწყვეტილებები არ მივიღოთ, მეც ესეთი ვარ, მე ვისვეუბნებ, მაგრამ ხო იცით, სხვასთან ყოველთვის ასე ვთქვათ, უფრო როგორც მე, ხო? სხვა მეტს დამარიგებს თავის თავზე შეიძლება ვერ დარიგოს, მაგრამ მე დამარიგოს. ამიტომ როგორც ხდება ესეც ჩემი რჩევა, ასე ვთქვათ, ჩემი ძვირფასებო, მაგრამ პირველი რჩევა რაც მინდა გითხრათ, პირად კონსულტაციაში გადმოსვლა. აქ უნდა ვნახო რა ხდება ყველა ვარიანტში. არ გაშინებთ, მაგრამ არ მომეწონა სიტუაცია დეკემბრისთვის. მაქსიმალურად ეცადეთ ეხლა რომ მობილიზდეთ, ჩამოყალიბდეთ, გაწონასწორება, ზომიერება შევინარჩუნოთ და პირადმა აბსოლუტურად უკან არ წაგუყვანოს და უკან არ დაგხვიოს, ხო, რომ კარიერა ფინანსებშიც ერთი და იგივე წრეზე გვიწევს ტრიალი და პლუს ამას თითქოს აღარც გაინტერესებთ რა იქნება, ისეთი არეულია პირადი, რომ კარიერა ფინანსებიც აღარ გაინტერესებთ და იმიტომ ირევა. ამიტომ მაქსიმალური მობილიზება, კი ბატონო, გადმოგცადით დღესვე თუ არა, ხვალე ჩაგწაიხო, ხვდებით რა თქმა უნდა, დღეს, ანუ იმავე დღეს თუ არა, მეორე დღეს აუცილებლად გვექნება კონსულტაცია. ეს იყო დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლა, ჩემო ძვირფასებო, რა ენერგიები ჩემოდის დეკემბერი, პირადი კარიერა, ფინანსები და მე ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა, ყველაფრის ცვლილებებით შეიძლება, ნელ-ნელა ყველაფერს დრო ჭირდება და მე რაც შემიძლება მაქსიმალურად დაგეხმარებით. ოღონდ უნდა ვნახოთ ჯერ რა ხდება, ხო? ამიტომ გადმოგცანდით, ვისაც გაინტერესებთ პირადში. დაგელოდებით, ასევე კომენტარებში დაგელოდებით და დანარჩენი კიდე ვიდეოს TikTok-ზე პირადში მწერს, ვისაც პირადი კონსულტაცია გვინდა, მე გამატებთ WhatsApp-ზე, ხოლო YouTube-ზე დევს ჩემი ნომერი და მომძებნით და გადმოხვალთ WhatsApp-ზე. ეხლა დაგემშვიდობებით, ჩემო ძვირფასებო, მიყვარხართ ყველა დროებით.